უკვე 4 წელიწადი რაც არის ასე მდგომარეობაში, აღარც მანქანა ვარ და აღარც ხალხი მოძრაობს ნორმალურად. არავინ არ ზრუნავს, არ კეთდება არაფერს ეს. ასფალტი ჩაატარეს ცენტრალურ გზაზე, რომ იამკები მოუწევს. ეს ახალგაზრდები უარის პრეზიდენტებიდან. ჩვენ არ გვეკვით ისე. ხარაგაული ძაღლი არ მოგვიწევს, სტაფონი არ მოგვიწევს. ესე ჩემ ყოფილამაშინეს მანქანა იმიტოვა, გუჯდება, ჩქარა ვერ გადაადგილდები. ტაქსი როარი, ტაქსი როიდება და სწრაფად დამიიყვანოს მიტოჯდება და ავტობუსის გადადის. თუ რამე ასახავს ხელისუფლების უმოქმედობას, თუ რაიმე უნდა მეტყველებდეს ხელისუფლება ხმედითია უმოქმედოა, აი არის ეს გზა, ხარაგაულის გზა, რომელიც აკავშირებს ხარაგაულის ცენტრთან სახელმწიფო მნიშვნელობის 10 კილომეტრს მოიცავს და ხედავთ რა მდგომარეობაა. ხარაგაულელებს და ხარაგაულის რაიონის მიმდებარე სოფლებში ცხოვრებ ადამიანს 6-7 წუთი ჭირდებოდათ იმისათვის რომ ხარაგაულის ცენტრში მოხვედრილიყვნენ და დღეს როგორც მინიმუმ 35 წუთი არის საჭირო. აი ეს განგვასხვავებს ქართული ოცნებისაგან საქმის კეთების უნარი და უმოქმედობა. 2017 წლამდე არ უნდა ყოფილიყო არც ერთი სოფელი ქვეყანაში, რომელიც არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ასფალტით. დღეს კი მივიღეთ მდგომარეობა, რაც იყო, რა გზაც იყო მოწესრიგებული, ისეც კი დაინგრა და ნათელი ილუსტრაციაა ხარაგაულის ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მნიშვნელობის მატარებელი გზა.